მოგესალმებით საგამოშვების. მე ვფიქრობ, პირველი ეს აჩვენებს არის, რომ ვითარება არის არამყარი ძალიან ივანიშვილისთვის. და როდესაც ამ ტიპის ადამიანების ცვლი და არა რიგით მინისტრებს, ხო, ეს შენ ცვლი შინა გასაკუთარ მინისტრს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს. თუმცა გავსი ტიპის ესე იგი პორტფოლიოს მატარებელ ადამიანებს, ხო? ეს ნიშნავს, რომ შენ გაქვს ფუნდამენტური განცდა იმისა, რომ არ ხამყარად და ძალიან დიდი შიში. ჩემთვის რა შტაბეშებას ვსტოვებს თავას ეს ყველაფერი არის შიში. ივანიშვილი ჩვენ ვიცით რომ არის საკმაოდ პარანოიული ადამიანი, ის არავის არ ენდობა აბსოლუტურად და მან ამავე დროს ძალიან კარგად იცის რომ რეალურად ის ვითარება რომელშიც საკუთარი თავი ჩაიგდო ამ რეჟიმის ხელით, de facto რეჟიმის ხელით, არის ძალიან არასახარბიელო, ხო? ჩვენ ვიცით რომ მას არ გააჩნია არანაირი ლეგიტიმაცია და მას ეს ადარდებს, ეს არ არის ისე რომ მე რა მოიქრება, ხო? მას ადარდებს ლეგიტიმაცია, ჩვენ ნახეთ ეს, ხო? სხვა თუ არაფერი კანონები მიიღეს, რომლითაც დაგვავალეს, ხო? დაგვავალდებულეს მათი ლეგიტიმობის აღიარება. ანუ სისხლის სამართლის წესით შეეცადნენ იმის მიღებას, რაც სხვა მხრივ, სხვა გზით, სხვანაირად ვერ მიიღეს. ხალხისგან დემოკრატიულად ვერ მიიღეს. ყობახიძე ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ ამ ცვლილებების ბატონო? მე ვფიქრობ, ვითარების დაკარგვის ეშინია, სიტუაციის კონტროლის დაკარგვის ეშინია, ყობახიძესაც დაწვეული ეშინია და ზოგადად არავის არ ენდობა. ის არის ფუნდამენტურად ისეთი ტიპის ადამიანი, რომელიც არავის არ ენდობა. და ჩვენ გვახსოვს, ხო, ყობახიძე ამ წამს არის, ხო, პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე, ხო, de facto რეჟიმში, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ღარიბაშვილი იყო იქამდე. სად არის დღეს ღარიბაშვილი? ჩვენ გვახსოვს გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც იყო უზომოდ გავლენიანი კაცი ამ ქვეყანაში, ხო? ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი. სად არის დღეს ის? ჩვენ გვახსოვს თავდაცვის მინისტრები, რომელთაგან თითქმის ყველა არის ციხეში დღეს. იყვნენ გავლენიანი, მაგრამ დღეს არიან ციხეში. ჩვენ გვახსოვს როგორ გვიმტკიცებდნენ თქვენ თუ იტყოდით კითხვაში, ან მე თუ ვიტყოდი როგორც პოლიტიკოსი, მე ომის პარტია ვიყავი, იმიტომ რომ ამბობდნენ კორუფციაში ჩამხრჩვალია ეს რეჟიმი. და მე გამოვიდნენ და თვითონ თქვენს იგივე. ამიტომ მათ 9 პარასკევი აქვს კვირაში, როგორც გადავტრიალდება ბატონ ბიძინას გონება, ისე იქნება ყველაფერი და დღეს ეს კაცი ახლა ჯერ კიდევ ვითომ ყარად რო არის ყობახიძე, აი ხვალ, აგერ მე, აგერ თქვენ ღიათაში საუბრობ, ისე როგორც ღარიბაშვილზე საუბრობთ, ისე როგორც ლილუაშვილზე. ეხლა ყობახიძეზე ვაბობ იგივეს, ყობახიძეც ხვალ მიუჯდება გვერდით. არ ვიცი ხე საპატიმროში იქნება თუ არა, აუცილებლად მიუჯდება. აი როგორც არიან ბატონები ღარიბაშვილი და ლილუაშვილი, ეგრევე და შევა უარესად კიდე უარესი მუხი, მასზე იმდენი რაღაცაა რეალურად, ხო? ყობახიძის გასამართლება თუ მოინდომა ნებისმიერმა შემდგომმა პრემიერ-მინისტრმა იგივე ადმინისტრაციის, ხო, თქვა, უბრალოდ იგივე რეჟიმის სხვა უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით შეიძლება არის აუცილებელი, რატომ მარტო? მე არ მგონია მაინც რა სამართლებრივი საბაბით შეიძლება ყობახიძე მიუჯდეს გვერდით ღარიბაშვილს და ლილუაშვილს. არც მაგაში უნდა შევიდეს პროკურატურა, თუ დაინტერესდება და თავისუფალი საქართველოს პროკურატურა შევა ერთ დღეს მაგ საქმეში აუცილებლად. მე ვერ დავიწყებ მარჩილობას, მით უმეტეს ხე ქოცური რეჟიმის პროკურატურით ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ მე იმასაც მივიჩნევ, რომ სალამ სასამართლო არ გვაქვს ქვეყანაში. მე მივიჩნევ, ყველა პოლიტპატიმარი არის, ანუ მე ლილუაშვილზეც და ღარიბაშვილზეც კი, ღმერთო რა დრო არის მე რომ ამას ვამბობ, მაგრამ აი ესეთია ისტორია, ხო? მე მათაც მივიჩნევ, რომ მათ მიხვაც არ ვიცი, მე რამდენად ადეკვატური მართლმსაჯულება ახსოვდა. მე ვინმე კი არ უნდა მომწონდეს იმისთვის, რომ თქვა, რომ აი ეს პოლიტპატიმარი არა, ჩემთვის პრინციპია წმინდა, სანამ სასამართლო არ გაგვაჩნია, ჩემთვის ეს ადამიანები პატიმარია, სანამ სასამართლო არ გაგვაჩნია, თქვენ ამბობთ, რომ უსამართლო პატიმარია. სანამ თავისუფალი სასამართლო არ იტყვის, რომ ესათვის პირი არის დამნაშავე, ყველა პირი არის უდანაშაულო. ხო, მაგრამ ყობახიძის საკითხს დაუბრუნდეთ რა, აგერ ხართო თქვენ და აგერ ვარ მეცო, ხო, იმიტომ რომ მე უფრო მეტი არგუმენტი მოხდა, ხალბატონო ემა, ისეთები მოხდა, მარტო ქვეყნის ისეთი სუბვერსია მოხდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის, ხო? ქვეყნის კონსტიტუციური ჩარჩოდან ისეთი გასვლა მოხდა მის მიერ და მისი რეჟიმის მიერ, მარტო ეგ არის ნებისმიერი, არ ვიცი, ბაკალავრი იურისტი მოგირებდა მაგ საქმეს ხელს და გაასამართლებდა ამ კაცს იმისთვისაც დამართა ქვეყანას მისმა რეჟიმმა. იმიტომ რომ ყობახიძის ავტორობით მასობრივი ადამიანის უფლებათა დარღვევები ნახეთ, მასობრივი, დოკუმენტირებული. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ამ გადაწყვეტილებებს ყობახიძე ერთპიროვნულად იღებდა? არ ვიცი, ვინ იღებდა, სააკაშვილი ერთპიროვნულად იღებდა ყველა იმ გადაწყვეტილებას, ის გამოც დღეს ციხეში ის, ან მოიაზრება რომ დაიჯდეს. ის იყო რეჟიმის სახე, ხო? ყობახიძე ასევე არის რეჟიმის სახე. ეხლა იქ ბავშვებს უწყავდნენ 30 კილოგრამიან ფეხსაცმელ სახეში.
ხარება რეებს შადიოდა გვახსოვს ხო? არ ვახსოვს აგროპოლიტიკური კურსის გადაგვარება, არ ვახსოვს ტროტუარებზე ადამიანების დაჭერა და კანონების მიღება, რაც ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინეს, ეს ძალიან მძიმე ამბავია და ეს კობაქიძემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, ჩემზე კარგად უნდა იცოდეს ნამდვილად. ან თქვენ ხარ რას ამბობთ, რომ აი რასაც მაგალითად აი ბევრი საერთაშორისო საზოგადოება და ორგანიზაცია, მაგრამ აი ერთ-ერთი ბოლო იყო მოსკოვის მექანიზმის კვლევა, ხო? აი რასაც მოსკოვის მექანიზმი ედავება ქართულ ოცნებას, თქვენ ფიქრობთ კი არა და ფაქტობრივად დარწმუნებული ხართ, რომ შესაძლებელია ამის გამო ბიძინა ივანიშვილმა დაიჭიროს კობახიძე და მას დააბრალოს ყველაფერი? არათუ შესაძლებელია კობახიძის ადგილას ლოცვას გავაძლიერებთ, იმიტომ ეს არის ლოგიკა, რომელიც ივანიშვილს აქვს. ხო, იმიტომ რას აკეთებს ის, ხო, იყენებს აი სხვადასხვა პაიკს იყენებს, ხან ერთს, ხან მეორეს, ხან რაც გინდა ის უწოდეთ, ასე ეძახდა, ხო, არებაშვილს. და რაც გინდა ის დაუძახეთ. ახლა კოლეგა რო შეზე მაგას იტყვის, თუნდაც უფროსი კოლეგა, ხო? რაღაცა კაცობა ღირსება, რა სიდის ხონდა გეყოს ამ კაცთან აღარ გულ, მაგრამ არაფერი, ეს მიუცუცხდნენ, პუდელივით გააგრძელა მუშაობა. ეხლა უთხრა შევდა წახვიდე ციხეშიო, წავიდა პუდელივით ციხეში. ხმა არ გაუღია. ხმა არ გაუღია. თავის კი არ დაუცავს. არც ის არ უთქვამს, რომ არა ვარ კორუმპირებული ან რაღაც ხო ვიღაცები გამოვიდა მე ოჯახიდან თქვენს რომ არა ჩვენი ირაკლი არ არის ეგეთიო. გასაოცარი კაცი არის ხო, გასაოცარი იქნება ყველა მილიონებად აქცია ოჯახში. აბსოლუტურად ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ცოლის ძმა, იმის ძმა, ამის ძმა, გასაოცარი კაცი ყოფილა. ესე იგი მთელი დინასტია გააბდით რა. შესანიშნავი კაცი ყოფილა როგორც ოჯახის წევრი, ხო, მაგრამ რა გზით? ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს აი იმ ბავშვების ფულიდან. აი პენსიონერს დაუმატეს 20 ლარი იმ და რამეზე ხმას რომ მოიღებ ფული არა გვაქვსო ყველაფერზე. ესე იგი პენსიის გასაზრდელად წარმოგიდგენთ ფული არ გვაქვს. ბავშვები შემშილობენ ამის გადასაჭრელად და ამაზე თქვენ კარგად იცით 6 წელია ლელომდეც 7 წელია სულ ლაპარაკობ ამ პრობლემაზე ყოველი მეოთხე ბავშვი შემშილობს და ამისთვის ამაზე დამცინავ პასუხს ვიღებდი ყოველთვის. მათ შორის კოცებისგან და არა მარტო რომ არა ფული არ გვაქვს რა ვქნათ გაჭებული კაცო ფული ქონია იმისთვის რომ წაიღო ვიღაცას და კომოჩი ჩაედო 9 მილიონი და ბავშვში იმისთვის ფული არ აქვს. აი ესეთ ქვეყანა მე არ მინდა ეგეთ ქვეყანა. მესმის აბსოლუტურად მაგრამ არასტაბილური ვითარება ქართულ ოცნებაში წესით ხო ლოგიკა ამას გვეუბნება რომ ხელს უნდა აძლევდეს ოპოზიციას. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ფლანგზეა ეს ოპოზიცია, რაიმე ალიანსშია გაერთიანებული თუ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცურვაში ან რა ვიცი საპარლამენტო ოპოზიციაში. თუმცა ექსპერტები ადამიანები ვისაც პოლიტიკური გამოცდილება აქვს და გულშემატკივრობენ ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს ამბობენ რომ ასეთი სუსტი ოპოზიციური ფლანგი როგორც დღეს გვაქვს საქართველოში არასდროს ყოფილა. ანუ საუბრობთ რომ არასტაბილურობა ქართულ ოცნებაში და ამ არასტაბილურობის ფონზე სუსტდება ოპოზიცია. ანუ რა ხო მე არ ვეთანხმებ თლად ამ შეფასებას. მე გეტყვი ოპოზიცია რა თქმა უნდა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მას უპირისპირდება ამხელა მონსტრული მანქანა, რომელიც სხვადასხვა გრძალავს ოპოზიციას, ცდილობს ყოველ შემთხვევაში აგრძელოს პარტიები, ადამიანებს იჭერს ტროტუარზე, რომელსაც შეზღუდა გამოხატვის ყველა ფორმა, ყველა თავისუფლება, რომელსაც ყველა ტიპის ფინანსური წყარო ჩაკეტა ქვეყანაში და ყველა შეაშედა და აშინა, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ოპოზიციამ შეძლო და წელიწად ნახევარზე მეტი წლის განმავლობაში, მეტი ხნის განმავლობაში ეს რეჟიმი არის არსებითად დელეგიტიმირებული. ამ ოპოზიციამ შეძლო და შეინარჩუნა ძალიან მაღალი საზოგადოების მხარდაჭერა, ძალიან მაღალი. ამავე ოპოზიცია მე შევა კრიტიკული ვიყოს ზოგიერთ ოპოზიციურ ჯგუფზე და პარვალავ ხოლმე ხო ლაპარაკობ ეთერებშიც იციან კოლეგებმაც იცით ძალიან კარგად თქვენს მაგრამ ამ ოპოზიციამ მე აზრსაც არ უნდა ვიყო და თვით კრიტიკულობის რა მასშტაბიც არ უნდა მქონდეს ხო და ჩემ თავზეც ვარ კრიტიკული ხო მაგრამ სხვაზე კი არა მარტო ამ ოპოზიციამ შეძლო და მიიღო უფრო მეტი ხმა ვიდრე მიიღო ქართულმა ოცნებამ უბრალოდ პირველი ჩვენ ვერ დავეცავით ეს ხმა 2024 წელს და მეორე ჩვენ არ მიგვიყია კრიტიკულად დიდი უპირატესობა და აი ეს არის მნიშვნელოვანი